იგავი 4 კიდობნის შესახებ. შემდეგ მეფემ 4 კიდობნის შეკვრა ბრძანა. ორი მათგანი ოქრო ვერცხლითა და ძვირფასი თვლებით უნდა ყოფილიყო მოოჭველი. შიგნით კი ჩაეყარათ მიცვალებულთა ძვლები, ყოველგვარი სიმღრალე, უწმიდურება და ყველაფერი, რაც საძაგელია კაცთა წინაშე, ხოლო გარედან ოქროს საკეთით ჩაეკეტათ. ორი კიდობნის კი გარედან ფისითა და ნიგვზით შეგოზვა ბრძანა. მათში ძვირფასი და პატიოსანი თვლები უნდა ჩაეწყოთ. ყოველივე ის, რაც კაცის გულს ახარებს, ხოლო საკეთის ნაცვლად თოკებით შეეკრათ. შემდეგ მეფემ იმათი მოწვევა ბრძანა, ვინც დაძონძილ სამოსიანი წმინდა ბერების პატივისცემისთვის განიკითხა იგი. და როცა ყველანი მეფის წინაშე შეიკრიბნენ, ხელმწიფის ბრძანებით 4-ვე კიდობანი შემოიტანეს. ორი თვალმარგალიტით მოოჭვილი, ორი კი ფისითა და კუპრით შეგოზილი. მეფემ მათი შეფასებას თხოვა ქვეშევრდომებს. ოქრო ვერცხლით მოჭედილი კიდობნების შესახებ ჰყადრეს მეფეს. ჩვენი გონება ვერ შესწვდება მათ ნამდვილ ღირებულებას, ფასდაუდებელნი არიან ისინი. ამ კიდობნებში ყველაზე ძვირფასი განძი უნდა იქნას შენახული. ხოლო გუდრონ წასმული კიდობნები იმდენად უშნო და უარგისია, რომ ვფიქრობთ, არანაირი ღირებულება მათ არ გააჩნია. დაასრულეს ქვეშევრდომებმა. მაშინ მიუგო მეფემ. სწორედ ამგვარია თქვენი გამოცდილებაცა და გონება მიხვედრილობაც, რადგან გარეგნობის მიხედვით აფასებთ კაცსაც. და ბრძანა ოქრო ვერცხლით მოოჭვილი კიდობნების გახსნა. ყველა შეაძრწუნა იმ სიბილწემ და უწმიდურებამ, რომელიც კიდობნებში იხილეს. იქიდან ამოვარდნილმა საძაგელმა სიმღრალემ კი სუნთქვა შეუკრა მათ. განუმარტა მათ მეფემ. ეს იმათი სახეა, რომლებიც სამოსლითა და ოქრო ვერცხლით გარეგნულად იმკობენ თავს. შიგნიდან კი სავსე არიან უმეცრევით, უგუნურებითა და სიცრუით, სიბილწითა და ყველა იმ უწმინდურებით, რაც ამ საძაგლობაზე, რომლის სუნით ახლა გცემთ, უფრო უმღრალესია. შემდეგ მოფისული კიდობნების გახსნა ბრძანა მეფემ. დარბაზი გაანათა მათგან ამომავალმა ნათელმა, ძვირფასმა თვლებმა ირგვლივ ყველაფერი გააბრწყინა. კიდობნიდან ამოფრქვეულმა სურნელებამ კი ყველა დაატყვევა. მაშინ თქვა მეფემ. ეს იმ კაცთა სახეა, რომლებიც სიწმინდით ცხოვრობენ და რომელთა მიმართაც ჩემმა პატივისცემამ აგრერიგად შეგაშფოთათ თქვენ. რადგან გარეგანი ხორციელი თვალით დაინახეთ მათი უპატიო და დაძონძილი ტანისამოსი, გარეგნობით შეაფასეთ ისინი. მე კი შინაგანს მათი გულის დაფარულ საუნჯეს ვხედავ. აღიარეს ქვეშევრდომებმა, რომ რიად სასარგებლო იყო მათთვის ეს მაგალითი და დარწმუნდნენ, რომ სწორად მოიქცა იმ დღეს მეფე. უფლისწულო, შენი ქცევაც იმ მეფის ქცევას გავს. შენც იმ სიხარულის იმედით მომაგე პატივი, რომელსაც ჩემგან მოელი. დაასრულა ბალავარმა.